ვიწყებთ ჩართვით ამერიკის შეერთებული შტატებიდან პოლკოვნიკი უნდა ჩაგვერთოს ირაკლი შაიშმელაშვილი კიდევ ერთხელ გაგახსენებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ემიგრაციაშია. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობა რომ დაგვთანხმდით გადაცემაში მონაწილეობას. მოგესალმებით ბატონო გურამ, მივესალმებით თქვენს მსმენელს. ცოტა ხნით ადრე აქ ნინო ჟიჟილაშვილთან იყო ერთ-ერთი ოპოზიციონერი, რომლის ბოლო პერიოდის პროგნოზები როგორღაც გამართლდა და შემდეგ უკვე ოცნების მაღალჩინოსნებმაც დაადასტურეს, რომ თავად ივანიშვილის პარტიიდან ყავს მას წყაროები. ლევან ხაბეიშვილზეა საუბარი. ეს აჩვენებს თუ არა იმას, რომ რაღაც ეროზიის პროცესი უკვე სახეზეა, ვერ იმალება. რა ხდება ახლა შიგნით პირველ რიგში? მინდა ამ თემით დავიწყო საუბარი. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? ლევან ხაბეიშვილზე მინდა უბრალოდ ერთი განცხადება გავაკეთო და ზოგადად რა პრობლემებს ვაწყდებით ამასთან მიმართებაში. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ პოსტით დავწერე ამასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ჩემი მისდამი პიროვნული და პოლიტიკური გემოვნების თანხმედრის არარსებობის მიუხედავად დღეს ლევანი რასაც აკეთებს, ხო, ანუ ეს ერთგვარ გამოღვიძებას გავს პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრში. ამის გამო ძალიან დიდი ბულინგის და შეურაცხყოფების სამიზნე გავხდი. იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოების, ანუ არაქართული ოცნების ამომრჩეველი საზოგადოების პრობლემა დღეს რაც არის ის, რომ ჩვენ ერთმანეთის მიმართ უფრო მეტ აგრესიას ვავლენ და კრიტიკას, ვიდრე ზოგადად ვახდენთ პრობლემის იდენტიფიცირებას. მე ხშირად ვერ ვადევნებ ხალხს ვერც ტელევიზიებს, ვერც განცხადებებს აში რაღაცა გარკვეული პერიოდულობით ნახულობ სოციალურ ქსელში, მაგრამ რა განცხადებებიც გააკეთა ხაბეიშვილმა, ანუ აქ გულისხმობ ზოგადად ოცნების წინსწრებად გაკეთებული განცხადებები, ყველა გამართა და ეხლა არ ვიცი ხაბეიშვილი საიდან იღებს ამ ინფორმაციას, მაგრამ ფაქტი არის, რომ ოცნების მაღალ რგოლში მიმდინარეობს ზრღვების პროცესი. ხო, თავად ოცნების მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს ბატონო ირაკლი, რომ ყოფილ მაღალთანაგუნდელებს გააქვთ ეს ინფორმაცია. იცით რა არის, ამაში მე გასაკვირს ვერაფერს ვერ ვხედავ, რომ დაუშვათ თვითონ ოცნების შიგნით გუნდიდან ადამიანებს აქვთ პროტესტი და გქონდეთ პროტესტი და ეს ბუნებრივი არის. და ზუსტად ამაზე უნდა გამახვილდეს საზოგადოების ყურადღება, პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრის ერთიანობა ამაზე უნდა იქნეს მიმართული. აი თუნდაც პოლიციელთან მიმართებაში, მე ხაბეიშვილის განცხადებას ესე დაუშვათ ვეთანხმები ან არ ვეთანხმებით ვერ შევაფასებდი, მაგრამ არის ასე ვთქვათ საკითხი, რომელიც წამოჭრა და შეიძლება ამ საკითხზე მუშაობა. ანუ ჩვენ თუ არ მივეცით სივრცე ადამიანებს, სადაც ისინი ითანამშრომლებენ და დამერწმუნეთ ესეთი ძალიან ბევრი ადამიანი იქნება სისტემაში და არა მარტო სისტემაში, არამედ თვითონ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში, თვითონ ქართული ოცნების. ანუ სივრცე დღეს არ არსებობს. ანუ ჩვენ ამ ადამიანებს რაღაც ხომ უნდა შევთავაზოთ, აი რას უთავაზობთ ამ ადამიანებს იმისთვის, რომ ჩვენთან ითანამშრომლონ. გარანტიები. ანუ ჩვენ რა თქმა უნდა გარანტიებამდე ერთგვარი მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს ჩემი აზრით. და ამ ადამიანებს უნდა მივცეთ გარანტია და უარი უნდა ვთქვათ ზოგადად ვენდეტაზე. აქ არ არის საუბარი დაუშვათ ცალკეული სისხლის სამართლის დანაშაულებზე, რომელიც ჩადენილი აქვთ როგორც დაუშვათ ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირებს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროში, იმიტომ რომ ეს არის საქმეები, რომელსაც ხანდაზმულობა არ გააჩნია და ეს დღეს იქნება თუ რაღაცა პერიოდის შემდგომ ეს საქმეები აუცილებლად მოხდება სასამართლოში. მაგრამ პოლიტიკურ ვენდეტაზე უნდა თქვა ზოგადად პოლიტიკურმა სპექტრმა და საზოგადოებამ მოარი. საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო თვენახევრის განმავლობაში, გნებავთ სოციალურ სივრცეში, გნებავთ ტელევიზიებში, ჩვენ ვისმენთ უბრალოდ განცხადებებს. მე პირადად ბოდიშის მოხდით, მაგრამ კონკრეტული გეგმა არ მომისმენია არც ერთი ადამიანის მხრიდან. რას ვთავაზობთ ჩვენ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს საჯარო სტრუქტურაში მსახურობენ და მუშაობენ, ან არიან ქართული ოცნების ამომრჩევლები. რაიმე გეგმა არსებობს, გეგმამდე, მაგალითად, ხო? ხო, მაგალითად სპეცრაზმელებს რა გეგმად შესთავაზა ისევ ხაბეიშვილმა, ამას მოყვა შემდეგ კრიტიკა, ხო? იცით რა არის? კი ბატონო, ანუ თუნდაც ეს ვარიანტი დავტოვოთ. ამას მოყვა ძალიან დიდი კრიტიკა.
ამ საკითხს დაუშვათ და ლევან ხაბეიშვილთან მიმართებაში განცხადებას, მაგრამ ვინმე მასზე უკეთესი რაიმე განაცხადა, ვინმე მასზე უკეთესი გეგმა დადო, მოდით და მაშინ შევთანხმდეთ და ეს გეგმა თუ არ მოგწონს ჩვენ, ხო? დავსხდეთ და უკეთესი გეგმა ჩამოვაყალიბოთ. ხო, ბატონო, როგორ დავაინტერესოთ ჩვენ ახლა ისევ აი თქვენს ყოფილ სისტემაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში მყოფი ჩინოსნები ან რიგითები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, რომ მე თქვენ ნიღბებს გაგიკეთებთ, ჩაიდინეთ დანაშაული, თავს დაესხმევით უდანაშაულო მოქალაქეებს, მშვიდობიან მომიტინგეებს, ჟურნალისტებს და არ დაიჯებით. თქვენს სახელს და გვარს ვერავინ ვერ გაიგებს. და ამ ადამიანებს ახლა ჩვენ როგორ უნდა ვუთხრათ, რომ სიმართლეს ემსახურეთ და ჩვენს მხარეს იყავით, სახელმწიფოს მხარეს იყავითო. გურამ, მარტივი არითმეტიკით შეგვიძლია ციფრებში დავითვალოთ და გამოვიყვანოთ სტრატეგია. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაახლოებით 25-26,000 ადამიანი არის. ეს ადამიანები ეგრეთ წოდებული ცეხავიკებს ვეძახი მე მაგათ, რომლებიც ამ სისტემაში მუშაობენ და მსგავსი ბინძურებზე მიდიან, მთლიანობაში შეიძლება იყოს 500 ადამიანი, რომლებსაც გარკვეული პრივილეგიები, ხელფასზე დანამატები, ქეში თანხები და ასე შემდეგ ჰქონდეთ. ანუ დანარჩენი 25,500 ადამიანი ესეთი არ არის. ჩვენ უნდა ვესაუბროთ ამ ადამიანებს და არა ამ დამნაშავეებს. ჩვენ უნდა შეთავაზება გავუკეთოთ სხვა რიგით და საშუალო რგოლის მენეჯმენტს უნდა ვესაუბროთ. რა უნდა გაკეთდეს? პირველი უნდა შეიქმნას სივრცე, საზოგადოებრივი სივრცე, სადაც ესენი ნაბიჯს გადადგავენ, სადაც საზოგადოების მხრიდან იქნება მიმღებლობა ამ ადამიანების. მეორე უნდა იქნას შეთავაზებული რა გარკვეული გარანტიები და შეთავაზებული უნდა იქნას რა იქნება ცვლილებების შემთხვევაში, როგორი სისტემა ჩამოყალიბდება, როგორ სისტემას შევთავაზებთ ჩვენ ამ ადამიანებს, სადაც მათ მოუწევთ ისევ სამსახურში დაბრუნება და სახელმწიფოსთვის მსახურების გაგრძელება. მესამე უნდა არსებობდეს რაღაცა გარკვეული კომპენსაციებიც. ანუ ამ ადამიანების უკან, ყველა ადამიანის უკან დგას ოჯახი, ვალდებულება, პასუხისმგებლობა. ამ 500 ადამიანის მიმართ გარდა რომელზეც მე ვსაუბრობ, ყველა თვიდან თვემდე ხელფას კაპიკებად ითulis. სესხში რამდენი გადაიხადოს, ბავშვის სწავლის გადასახადში რამდენი გადაიხადოს, ავადმყოფი მშობლებისთვის რამდენი აქვს გადადებული. ესენი ხო ხელფასზე დამოკიდებული პიროვნებები არიან. ამ 500 ადამიანის მიღმა, იმიტომ რომ ამათ მე კიდევ ერთხელ ვიძახი, გარდა ხელფასისა, პრემიებისა, ქეშად მიცემული თანხებისა, ბიზნესები აქვს, უამრავ სხვადასხვა რაღაცებში არიან გარეულები და საერთოდ ხელფას არც უყურებენ, ისე ცხოვრობენ ეს ადამიანები, ხო? ანუ დანარჩენ თანამშრომლებს რა ვსთავაზობ? ეს გეგმა არ არსებობს. ხო, პირადი უსაფრთხოება ხომ არ გამოგჩა, მათ შორის ფიზიკური უსაფრთხოება, ბატონო ირაკლი, ბევრი ღირსეული ადამიანი ამ სისტემაში, თქვენი მაგალითი რომ ავიღოთ, თქვენ საუბრობთ ახლა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, აქ რომ ყოფილიყავით, ყველა ხვდებით დაახლოებით რაწნეხისა და რაზეწოლის ანგარიშსწორების წინაშე აღმოჩნდებოდით. ხო, ამიტომ ამ ნაბიჯის გადადგმა ბევრისთვის არ იქნება იოლი ქვეყანაში დარჩენით. მესმის, მე რომ გადაწყვეტილება სწორად გამიგეთ მაქსიმალურად სკეპტიკური პოზიციიდან მინდა რომ ვილაპარაკოთ. აბსოლუტურად სწორად მესმის, მე რომ გადაწყვეტილება მივიღე. საზოგადოების მხრიდან არანაირი არც შემოთავაზებები არსებობდა, არც გარანტიები არსებობდა, არც სივრცეები არ არსებობდა და მე ჩემთვის არავის არ უთქვამს ეს ნაბიჯი გადადგი, ისე გადავდგი ეს ნაბიჯი. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ რომ მოდი საზოგადოებრივი სივრცეები შევქმნათ, რაღაც გეგმა შევქმნათ. ანუ სადღეგრძელოებიდან, სოციალურ ქსელში პოსტებიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე გადავიდეთ. ჯერ როგორ არის, აი დააკვირდით ესეთი პოლარიზებული, ესეთი გახლეჩილი ერთმანეთზე ჩასაფრებული ადამიანები. რა ვერ აპატიეს, უბრალოდ მე ვერ ვიგებ. ამ ადამიანები, ანუ მე არ მაქვს საუბარი ოცნების ამორჩევლებზე. მე მაქვს საუბარი იმ ახალგაზრდებიდან დაწყებული ასაკიან სტაჟიან პოლიტიკოს რომლებიც ოპოზიციაში არიან. რა ვერ პატიობენ ერთმანეთს. მე 2008 წელს ექიმებმა შვილი მომიკლეს და ვაჯობე საკუთარ თავს და შევძელი მათი პატიება და ესენი ერთმანეთს რას ვეპატიობენ. ან რა აქვს საპატიებენი ერთმანეთთან, ანუ დღის წესრიგში გვიდგას ქვეყნის გადარჩენა, არ გადარჩენის საკითხი. ან ქვეყანას გადავარჩენ, ან ამ სახელმწიფოებრიობას შევინარჩუნებთ, ან მთლიანად ვკარგავთ ყველაფერს. შესაბამისად, უნდა შეიქმნას სივრცე, საზოგადოებრივი სივრცე, რომ თუ კი იქნება მზაობა საზოგადოების მხრიდან და როცა ეს ნაბიჯები გადაიდგმება, როცა კონკრეტული გეგმა შეიქმნება, დამერწმუნეთ არსებობენ და დარწმუნებული ვარ არიან ადამიანები, რომლებიც მზაობას გამოთქვამენ გარკვეული ფინანსური კონტრიბუცია განახორციელონ.
არსებობს აი ბურჭულაძემ გააკეთა ესეთი განცხადება და ფონდთან დაკავშირებით. ზურაბიშვილს აქვს საფრანგეთში გაკეთებული ფონდი. მე ვიცი რომ ევროპაში ორ ქვეყანაში არის გაკეთებული ფონდი, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს. შესაძლოა მოხდეს ამ ფონდებში გარკვეული თანხების ინვესტირება, რითაც ჩვენ დაუკომპენსირებთ ამ ადამიანებს, თუნდაც იმ 3 თვიან, 4 თვიან, 6 თვიან ხელფასის პროცესს, როცა ამ ადამიანებს ვეთქვით, რომ ითით რა თქვენ სისტემა მიატოვეთ და გადმოდით. ოღონდ ეს შეთავაზება ისე უნდა მოხდეს და ამ ადამიანებისთვის ამ იდეის მიწოდება ისე უნდა გაკეთდეს, რომ მათ ღირსებას არ შევეხოთ ჩვენ. ანუ ეს არ იყოს შეურაც მყოფელი, რომ მე თქვენ ფულს გიხდით, ფულს არ გიხდით. მე თქვენ თანამშრომლობას სივრცეც გთავაზობ და ამავდროულად რომ ჩვენ დაგიკომპენსიროთ ის რაღაცა გარკვეული პერიოდი, ამისთვის არსებობს მობილიზებული გარკვეული თანხები, რითაც შევძლებთ თქვენს დახმარებას. არსებობს საზოგადოებრივი ჯგუფები, სადაც არიან იურისტები, რომლებიც დაგეხმარებიან შესაბამისი სამართლებრივი დევნის შემთხვევაში და არსებობენ ადამიანები, რომლებიც თქვენს წინ დადგებიან და კბილებით დაგიცავენ. დღეს ჩვენ არაფერს არ ვთავაზობთ, ვეუბნებით, იცით რა, თქვენ სისტემიდან წამოდით და ეს სისტემა აბსოლუტურად სხვა რაღაცას თავაზობს ამ ადამიანებს. შიშით, ძალადობით, ზეწოლით, მუქარით ამ ადამიანებს იჭერენ. შესაბამისად, ანუ თუ კონკრეტული ნაბიჯები არ იქნა გადადგმული, შედეგს ვერ მივახცევთ. როგორც ჩანს, ამაზე ბევრი ფიქრეთ, ბატონო ირაკლი, იმუშავეთ და შექმენით რაღაც კონკრეტული გეგმა. იმედი მაქვს, რომ შესაბამისი, არ ვიცი, ფიგურანტები დაინტერესდებიან ამით, გამოიყენებენ თქვენს ექსპერტულ ცოდნას და ალბათ ეს თქვენი კვლევა გეგმა ეფუძნება იმ განწყობებს, რომელიც მათ შორის არის თქვენს ყოფილ სამსახურში. სიახლე შეგიძლიათ გითხრათ ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება რამდენად იზრდება სისტემაში? გურამ აქ არიან ძალიან ბევრი ადამიანი არის, ჩემ და სამწუხაროდ აღმოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანი შეერთებულ შტატებში, რომლებიც წამოსულები არიან აი ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და მე ამ ადამიანებთან გარკვეული კომუნიკაცია და ურთიერთობა გამაჩნია. თავის მხრივ ამ ადამიანებს აქვთ ხო ურთიერთობა საქართველოში და იციან ის განწყობები, რა განწყობების დღეს სისტემაში არსებობს. მერწმუნეთ, აი დანამდვილებით მერწმუნეთ, რომ აუნდა ცურვილი აქვს გადადგან ეს ნაბიჯი, აქვს ცურვილი საკუთარ შვილებს თვალებში ჩახედონ, თუნდაც 2, 3, 10 წლის შემდეგ და უთხრან, რომ კი, მამა, მე მაშინ საქართველოს სწორ მხარეს ვიდექი და მე ეს ნაბიჯი გადავდგი. ამისთვის სივრცე არ არის ამ ეტაპზე, სადაც ეს ადამიანები ამ ნაბიჯს გადადგავენ. დამერწმუნეთ, არსებობს გვაქვს ჩვენ ურთიერთობა განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში ამ ადამიანებს გვაქვს რაღაცა შეხვედრები, ეხლაც მომავალ კვირას ვაპირებთ, რომ ისევ შევიკრიბოთ ჩვენი შესაძლებლობებით, რაც ჩვენ შეგვიძლია იმეებს ვაკეთებთ. მათ შორის გარკვეული შეთავაზებები იქნება, მიდგომები იქნება, სტრატეგია იქნება, თუ კი იქნება დაინტერესება რომელიმე პოლიტიკური ოპოზიციური ან საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან, ძალობა და ღია ვართ მივცეთ ეს უპრობლემოდ და თუ კი ესენი განახორციელებენ, გააკეთოთ. ჩვენც გვაქვს ამისი მზაობა, რომ გავაკეთოთ, თუ კი იქნება მათი დაინტერესება, რომ გამოვიდეს ვინმე ჩვენთან კავშირზე და თქვას, რომ მოდი თქვენთან ერთად ვითანამშრომლოთ, შევადგინოთ, გავასალაშინოთ, ჩამოვაყალიბოთ და მერე შევთავაზოთ საზოგადოებას. და ეს სივრცე დღესდღეობით არ არსებობს. უბრალოდ ყველა ცალ-ცალკე ფრონტზე ვიბრძვით, ყველა ცალ-ცალკე ხელწყელის ადღეგრძელოებით გამოდის, მხოლოდ სიტყვებით გავიგეთ. გასაგებია, რომ სისტემაზე მეტი რა უნდა მოხდეს, რომ სისტემა ვამხილოთ. არ ყოფნის, არ არის საკმარისი სისტემის მხილება იმ თანამშრომლებისათვის ამ ნაბიჯის გადასადგმელად. კონკრეტული გეგმა არის საჭირო, კონკრეტული მოქმედება არის საჭირო, კონკრეტული შეთავაზება არის საჭირო. პირობითად რომ გითხრათ, აი როგორი იქნება სისტემა, თუ კი ხელისუფლება შეიცვლება. შინაგან საქმეთა სამინისტროში პირობითად კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, როგორი დარღვეული სამუშაო გრაფიკი აქვს, როგორი დაუბალანსებელი შვებულების გრაფიკი აქვს, როგორი არ არსებობს სისტემა კარიერული დაწინაურების მხრივ, განათლების მიღების მხრივ, სოციალური პაკეტების მხრივ და ასე შემდეგ. აი თუნდაც ეს უნდა იქნეს დაწერილი კარგად და შეთავაზებული. მე ამას გთავაზობ. ჩვენ რა ვთავაზობთ იმ ადამიანებს? იცით რა, თქვენ დატოვეთ თანამდებობა და წამოდით, წამოვიდნენ, ვისთან წამოვიდნენ, ვისთან დადგნენ, საიდან გააგრძელონ ბრძოლა, რომელი სოციალური თუ საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ჯგუფიდან ჩაერთონ ამ პროცესებში.
არ არსებობს სამწუხაროდ ეს. მე იმედს რომ გამოცდილებას გაიზიარებენ პოლიტიკოსები და ინტერესდებიან თქვენი კოლეგების, ამერიკაში მყოფი კოლეგების კონკრეტული გეგმით. დიახ, გისმენთ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. მზია ამაღლობელის საკითხი რო ავიღოთ, ხო? ანუ მთელი ასე ვთქვათ აგრესია წავიდა გებუაძეზე. მე გებუაძეზე არ მაქვს პერსონალიზირებულად საუბარი. ეს გებუაძე არ არის. გებუაძე არ იქნებოდა, დობრჯგინიძე იქნებოდა, ნებისმიერი სხვა იქნებოდა. ხდებით, ანუ გებუაძეს უარი რომ ეთქვა, მაშინ გებუაძე უნდა გამხდარიყო ეროვნული გმირი. და მას ამისი რესურსი და ამისი არც თავი ქონდა და არც რესურსი და არც შესაძლებლობა. ეს სისტემური პრობლემა არის. ხდებით, ანუ ჩვენ პრობლემა გვაქვს არა ინდივიდებთან და პერსონებთან, არამედ სისტემასთან. დღეს იცით როგორ არის გურამ, ანუ მესამე თაობის ადამიანები არიან თანამდებობაზე. ანუ ჩაბუდებულები შევარდნაძის პერიოდიდან შვილები და დღეს უკვე შვილიშვილები არიან სამართლოს უფროსები და კლანურად უკავიათ ეს თანამდებობები და განათლებული ინტელექტუალურ მოტივირებულ ადამიანებს არ აძლევენ შესაძლებლობას განვითარდნენ. არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ ის ადამიანებმა დაიკავონ ღირსეულად თავისი ადგილი, რაც მათ თავის ცოდვით და გამოსწორებით. ივანიშვილის ხელისუფლების პრიორიტეტებს თუ გავითვალისწინებთ, ლოგიკურად ასეც უნდა იყოს. ბატონო ირაკლი, რა სისტემაშია და არა პიროვნებებში. თანამდებობის გადანაწილების კუთხით იქ საკადრო წმენდა, ასეთი არ ვიცი, რამდენად შეეფერება ეს პროცესების აღწერას ეს სიტყვა, მაგრამ ხო აი ხარებას დაჯგუფების წასვლა, გადაადგილებები, ახალი სახეების და მათ შორის თეატრულუკიანის კომისიაზე მხილებული პირების მაღალ თანამდებობებზე აღმოჩენა, რას გვეუბნება ეს, რა პროცესები მიდის ახლა კონკრეტულად საკადრო ცვლილებებს გულისხმობ, რა ინფორმაცია გაქვთ? დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ვერც მინისტრის ცვლილება, ვერც საშტატო სტრუქტურული რეორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ შავ ლაქას, რომელიც მან ბოლო წლების განმავლობაში მიიღო, ვერ ჩამოირეცხავს. იმიტომ რომ ამის რესურსი ცდელობა, რომ ეს ლაქა ჩამორეცხონ ამით? არის კი ცდელობა, ხარაზიშვილის ხალხის გაშვებით ცდილობენ, რომ ეს შელახული რეპუტაცია აღადგინონ. და ვისით ბატონო ირაკლი. აი ახალი არ ვიცი ახლა მე არ ვიცნობ იმ ადამიანებს ვინც მოვიდნენ და არც დავინტერესებული ვარ დაუშვათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, მაგრამ ცდილობენ რა გააკეთეს, ანუ კარუსელი გადაათამაშეს ხარაზიშვილის გარდა. ანუ უბრალოდ გადათამაშება გააკეთეს, თორე სახეები არ შეუცვლიათ. ანუ მიდგომა არ შეუცვლიათ. ესენი სისტემას ვერ გააუმჯობესებენ. და ეს რიგითმა თანამშრომლებმა ძალიან კარგად იციან, რომ თუ პირობითად არ იქნება ირაკლი და იქნება გურამი, არაფერი ირაკლის და გურამის რესურსი არ აქვს ამ სისტემის შეცვლის. არც გელაძეს არ აქვს რესურსი სისტემას შეცვალოს. ხდებით? აი ეს არის სისტემური პრობლემა. უბრალოდ ამით ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს და კიდევ ერთხელ აი პროპაგანდა, ბევრჯერ ვთქვი, ამ პროპაგანდაზე არავინ არ მუშაობს. არც ერთი, არც სოციალური, არც საზოგადოებრივი და არც პოლიტიკური ჯგუფები. თქვენ რასაც უყურებთ პროპაგანდას, იმედის, პოზიტივის, რუსთავიორის და პირველი ახლის საშუალებით, იმაზე დიდი პროპაგანდა არის დახურულ ჯგუფებში. ეს არის როგორც Facebook-ის დახურული ჯგუფები, ეს არის TikTok ჯგუფები, სადაც ვიდეოებს ავრცელებენ და სპეციალური ადამიანები და არსებობს WhatsApp ჯგუფები, სადაც ხდება რიგით თანამშრომლამდე დაყვანა ამ პროპაგანდის, ბინძური პროპაგანდის. მე ადრე ვთქვი, აი რომ წამოვიდი პირველივე ინტერვიუში ამ თათბირზე მინისტრის მოადგილეების დეპარტამენტის დირექტორები სადაც ესწრებოდნენ აი ეს ახალგაზრდებს, რომლებიც საპროტესტებდნენ და აქციაზე იდგნენ, რაცხავდნენ, რომ ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები, ესენი არიან მავნებლები და ამ მესიჯს ავრცელებენ თანამშრომლებში. ეს ხარებამ ინტერვიუში ღიად უთხრა ფორმულას ჟურნალისტ სალომე ბოკუჩავას, ალბათ გახსოვთ ეს. გამინდა რომ გითხრათ გურამ რომ ანუ ამას ხო იძახიან შესაბამისად ჩვენ თუ რიტორიკა არ შევცვალეთ, ჩვენ თუ ტონი არ შევცვალეთ, ჩვენ თუ საუბრის მანერა არ შევცვალეთ, ამ ადამიანებთან მიდგომა არ შევცვალეთ, ამ ადამიანებსაც იგივე ეთქვა რომ ესენი ხომ მტრები არიან თქვენი და თქვენც მათი მტრები ხართ და აი ამ ზიზღს უფრო და ამ უფრსკლურს რომელიც არსებობს ქართული ოცნების პროპაგანდა ამას ადიდებს და ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები სამოქალაქო ეს იქნება ოპოზიცია თუ საზოგადოებრივი ჯგუფები აი ახალგაზრდები რომლებიც გულანთებულებით გენან დროშით ბანერებით ძალიან დიდი სიყვარულით და პატივისცემით მათ მიმართ და ქეც ვიხრი მათი ძალისა და შემართების წინაშე, მაგრამ ბანერით და დროშის ფრიალით
ამ რეჟიმს ვერ შეცვლია. თუ არ იქნა კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, ამ ადამიანების მხრიდან თუ არ იქნა შერბილებული რიტორიკა, მაშინ უნდა ავიღოთ ხელი და დავნებდეთ და ვთქვათ, რომ იცით რა, ისევე იცით რა პერიოდში დაუბრუნდეთ, რომ აი ეს მესიას ველოდოთ, რომ გაიხსნება ზეცა ვიღაცა წვერებიანი კაცი ჩამოვა და ჩვენს გასაკეთებელს ის გააკეთებს, არავინ არ გააკეთებს. თვითოული ჩვენთაგანი უნდა გავერთიანდეთ, უნდა დავდგეთ იდეის დონეზე. პირობითად ვიძახი კიდევ ერთხელ, არ ვარ გახაბეიშვილის იდეა, არ მოგწონთ. აბა მაჩვენეთ სხვა პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი, რომელმაც წამოჭრა დაუშვათ იდეა უფრო უკეთესი, უფრო დახვეწილი. ან შესთავაზა, რომ მოდი ლევან, დავსხდეთ და ეს იდეა განვიხილოთ და ამ იდეის ირგვლივ ჩავრთოთ პროფესიონალები, დარგის სპეციალისტები, საზოგადოებრივი ჯგუფები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, ხელოვანები იქნებიან ეს თუ ჩვეულებრივი ნებისმიერი მოქალაქეები. ანუ არაფერი არ იდგმება გარდა სოციალურ ქსელში ერთმანეთის მიმართ ლანძღვისა, კრიტიკისა, ზიზღისა და მერწმუნეთ ამას ოცნება, ეს ოცნებისთვის ლანგარზე მიქმნეული პროცესია. ნამდვილად ბედნიერები არიან. ნახოთ თქვენს რჩევას, რამდენად გაიზიარებენ პოლიტიკური ჯგუფები საქმიანი, ნამდვილად შედეგზე ორიენტირებული დისკუსია სასარგებლოა, მათ შორის მედიაც ჩვენ მზად ვართ, რომ ასეთ დისკუსიებს ხელი შევუწყოთ. ბატონო ირაკლი, რაც შეეხება ზვიად ხარაზიშვილს, მის დაჯგუფებას, ამის დაზუსტება მინდოდა სულ თქვენთან. რაღაცნაირად მე პირადად მაქვს ასეთი განცდა, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა არ ნიშნავს, რომ ის ჩამოშორდა ქართულ ოცნებას, მაქვს მოლოდინი, რომ მას სხვა მექანიზმებით გამოიყენებენ სათავისოდ ბინძური საქმეებისთვის. ამ მიმართულებით თქვენი შეფასება მაინტერესებდა ზვიად ხარაზიშვილი და მისი დაჯგუფება, კრიმინალური დაჯგუფება, ღიად ვთქვათ, სად როგორ შეიძლება მომავალში მოგვევლინოს? ზვიად ესენი იყვნენ ადამიანები, რომელთა იდეა იყო მხოლოდ და მხოლოდ ფინანსები, ფული. ფულის ირგვლივ იყვნენ ესენი გაერთიანებულები. შესაბამისად, თუ კი დაუშვათ შესთავაზებს ხელისუფლება, რომ ეს ადამიანები, როგორც უკვე თანამედროვე ტიტუშკები ისე იქნენ გამოყენებული, არსებობს ამისი მაღალი საფრთხე, რომ ეს ადამიანები გამოყენებული იქნენ ტიტუშკებად და დამრბევებად სხვადასხვა პარლამენტად მაგალითად. არა მარტო წინა საარჩევნოდ, არამედ აქციების დროს, უბნებში და ასე შემდეგ ხდებით. ანუ ეს ადამიანები, რომლებიც წავიდნენ სისტემიდან, რამდენი ხანი გაძლებენ სახლში. კი მე მაქვს რაღაც გარკვეული ინფორმაცია, რომ დაუშვათ მისცეს რაღაც ზოგს 100, ზოგს 150,000 გაატანეს, მაგრამ ნუ რამდენი ხანი ეყოფათ, ხო, იმიტომ რომ ეს ადამიანები დღეს მათ ჰქონდათ ძალაუფლება, დამერწმუნეთ, ფულზე მეტად ადამიანი იწამლება ძალაუფლებით, რომელსაც აქვს შესაძლებლობა გააკეთოს ის, რაც მის თავში იხარშება და არა ის, რომ გააკეთოს დაუშვათ როგორ არის კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფოებრივი და ასე შემდეგ. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, ხარაზიშვილი თავის 100 თუ 150 კაცით და ნებისმიერი ადამიანი ვერ აღუდგება საზოგადოების ერთიანობას, საზოგადოებრივ თანხმობას და საზოგადოებრივ სიმტკიცეს, თუ კი ეს იქნება. და ეს არსებობდა. მე ადრე ვთქვი, რომ შანსი პოლიტიკურმა ოპოზიციამ თელიდან გაუშვა ოქტომბერში, ნოემბერ-დეკემბერში და იყო 100-დან 150,000 ერთ-ერთ აქციაზე, რომელიც მაშინ მე ვიყავი და გავითვალე, დაახლოებით 85,000 ადამიანი იდგა აქციაზე. მაგრამ იყო მდუმარი აქცია. არ არსებობდა არც დაუშვათ სცენა, არც მიკროფონი, სადაც მოხდებოდა ვინმეს გამოსვლა, კონკრეტული გეგმის განვითარება, კონკრეტული შეთავაზებების მიწოდება, კონკრეტული სტრატეგიის წარდგენა. ეს ამ აქციებმა, რომელშიც უამრავი რესურსი დაიხარჯა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის, ფაქტიურად გამოვიდა, რომ შედეგი არ მოიტანა. და თუ კი ეს აქციები იქნება და საზოგადოება შეთანხმდება, რომ ძალა ჩვენს ხელშია, ვერც ხარაზიშვილის ნაირი დაბიო ადამიანები საზოგადოების წინააღმდეგ ვერანაირ ქმედით ნაბიჯებს ვერ გადაწყდა. ბატონ ირაკლი, არ ვიცი ნახეთ თუ არა, რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძეს თხოვეს შეეფასებინა დაუსჯელობის ფაქტები, რატომ არ არის ამ დრომდე ჟურნალისტებზე, მომიტინგეებზე თავდასხმის ფაქტები გამოუძიებელი და აი თუნდაც მაკაჩიხლაძის, გიორგი შეწირულის საქმე რომ ავიღოთ, იქ თვითონ უბნელებმა ამოიცნეს თავდამსხმელები,
ჟურნალისტებმა საგამოძიებო რეპორტაჟებში კონკრეტული პირების სახელები და გვარები დაასახელეს. ამ დრომდე არავინ არ არის გამოკვეთილი. რაც შეეხება სხვა თავდასხმებს ნიღბებით, როცა იყვნენ სპეცრაზმელები, სინდისის პატიმრების სასამართლო სხდომებზე სპეცრაზმელებმა გამოკითხვისას თქვეს, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენ ნომრები გქონდა თუ არა, ჩვენ ერთმანეთს ცნობდით, ყველამ იცოდით სახელი და გვარი ერთმანეთის, შესაბამისად მათ იცოდნენ, ვინ რა დროს რა დანაშაული ჩაიდინა და ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ. კობახიძემ ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს უთხრა, რომ მე რატომ მეკითხებით, მე პრემიერი ვარ, ეს მე არ მეხებაო და მისი ეს განცხადება თქვენ რა განცდას გიჩენთ? ეს კითხვა გამიჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ახლა აღნიშნეთ, თითქოს ცდილობენ სისტემის განახლების, გაკეთილშობილების რაღაც ფასადი შექმნან და უნდა ველოდოთ ამ პროცესში რაღაც პირობითად რამდენიმე მაგალითის გამოვლენას და ვიღაცის დასჯას ამ ასე ვთქვათ PR კამპანიის ფარგლებში. აი, ახლა პარალელურად თქვენ რომ ესაუბრებით, ზუსტად ეს კადრები გადის თქვენს ეთერში. და აი ჩანს რა სისასტიკესთან, რა ადამიანობასთან ქონდა საქმე იმ პერიოდში. არც ერთ არ დაჩია, თქვენ გონიათ არიციან, ვინები არიან ძირითადი წამყვანი, ვინც წავიდა, აი მაგალითად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან. ხარაზიშვილთან ერთად, ვინც წავიდა სისტემიდან, ყველა მოძალადე და ყველა დამნაშავეა. ყველა ის ადამიანი იღებდა მონაწილეობას ამ მოქალაქეების სასტიკცემაში. რა თუნდაც იდენტიფიცირება. ხოლო ეს მეორე არც ერთი გამოძიება არ არის დაწყებული. ისე დაიშალა, ამაზე ხო ვისაუბრეთ ჩვენ, აი თქვენი ცემის ფაქტი, როდესაც თქვენ თან ვიყავით ჩართვაში. ისე დაიშალა კაციტაძეს სისტემა, ანუ საგამოძიებო, არც ერთი ხელშესახები საგამოძიებო პროცესი ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. არც არავის არ დააკავებენ, მე არ მჯერა ამის რომ ობახიძეს და ასე ვთქვათ ეს თავრობა ვინმეს დაიჭერს, იმიტომ რომ მაშინ უნდა დაწყებულიყო თითქმის 6 თვე გავიდა ამ დანაშაულებიდან, მაშინ გამოძიება უნდა ყოფილიყო დაწყებული, გამოძიების ფარგლებში უნდა დაკითხულიყვნენ თანამშრომლები და მე ადრე ვთქვი, თითოეული ფაქტის გამოძიება არის შესაძლებელი. მიუხედავად იმის, რომ არ იყოს სანომრე ნიშნები, მიუხედავად იმის, რომ ამ ადამიანებს ეკეთათ ნიღბები, მერწმუნეთ მაშინ ბრძანებები, რომელიც არსებობს დანაყოფებში, ის ბრძანებები უნდა დაწვან და გააუქმონ და მაშინ ყველაფერი უნდა გააქრონ, რომ არ მოხდეს ამის იდენტიფიცირება, მაგრამ ეს ყველაფერი ინახება საიდუმლო არქივებში და არ ამგონია რომ საიდუმლო არქივებიდან გამოიტანონ და რაღაცები გაანადგურონ. შესაბამისად, წეღანაც თქვი ამ ფაქტებს და ამ დანაშაულებს ხანდაზმულობა არ აქვს. ანუ ყველა შემთხვევაში, ყველა ფაქტის იდენტიფიცირება არის შესაძლებელი. და სისტემის შიგნით ყველაფერი იცის, ნიღბის მიუხედავად ყველა მიცის, ვინ რა დანაშაული ჩაიდინა. და სხვა გეგმები და ბრძანებები ყოველდღიურად კეთდება. შესაბამისად, ანუ ყოველდღიური ბრძანებაში დაწერილი არის, ვინ იყო ხელმძღვანელი, რომელ ადგილმდებარეობაზე იყვნენ, სად იყვნენ, რა ამოცანა ჰქონდათ და ასე შემდეგ. კი ბატონო, შესაძლოა ძალიან გულუბრყვილოდ მოვეჩვენე, მაგრამ ხო თუ აცხადდებენ ახლა წინასაარჩევნოდ რომ კორუფციას ებრძვიან და ყოფილ მაღალჩინოსნებს აკავებენ და მათ წინააღმდეგ საქმეები აღძრეს, ხო რატომაც არა შესაძლოა თქო გავიფიქრე ჩემთვის რაღაც საჩვენებელი სადამსჯელო ოპერაციები ჩაეტარებინა გამიმართულებითაც. რატო არ დააკავებენ გურამ? იმიტომ რომ მაშინ უნდა მივიდნენ ხარაზიშვილამდე, მაშინ უნდა მივიდნენ გომელაურამდე, მაშინ უნდა მივიდნენ მაღალი თანამდებობის პირებამდე, რომლებიც იქ იყვნენ გადაწყვეტილების მიღებით და არ მივლენ აქამდე. ამიტომ არ დააკავებენ. იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც რო დაუძახებ ასტა და ფურცელს ვერ გააგდებინებ ხელიდან, ისე აჭიკჭიკდებიან, ისე დაწერენ ყველაფერს და არ აწყობს. კორუფციას რადგან შევეხეთ მოკლედ ჯუანშარ ბურჭულაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, აი დღეს განხილვის თემა იყო, თითქოს შესაძლოა რაღაც ოპოზიციური პარტია ვიხილოთ ამ ადამიანების მონაწილეობით და ყოფილ მაღალჩინოსნებსაც ალბათ თავს უკრავენ ამ პარტიაში. თუ ეს არის რეალობასთან ახლოს ეს ვერსია, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ რისთვის და ვისი ინიციატივით შეიქმნება ეს მსგავსი გაერთიანება? ბურჭულაძე და ღარიბაშვილი ოპოზიციაში ვერ წარმომიდგენია, გულწრფელად რო გითხრათ, მაგრამ ის რომ ივანიშვილმა შესაძლოა ახალი სახეები წამოწიოს წინა პლანზე და გარკვეული ეს ჯგუფი გაწილოს, ამისი ლოგიკური და თეორიული ვარაუდი არსებობს, მაგრამ ესენი რომ კორუფციაში იყვნენ ჩართულები და გარეულები
ანუ დარწმუნებული ვარ, ალბათ მე-9 კლასის დონეზე ბავშვსაც კი ვერ დააჯერებ ამას, რომ ეცენი დღეს აღმოაჩინეს, ხო? ანუ შეთანხმების გარეშე გადაწყვეტილებას ვერც მინისტრი იღებდა და ვერც პრემიერ-მინისტრი ვერ იღებდა. ანუ ბურჭულაძე მილიონიან შესყიდვას კი არა, 15,000-იან შესყიდვებს უთანხმებდა მაშინდელ ღარიბაშვილს, როცა პრემიერ-მინისტრი იყო. შესაბამისად, ანუ ის ბოდვა, რომელსაც ახლა ესენი საზოგადოებაში ავრცელებენ, რომ არავინ არაფერი არ იცოდა, ეს არის წარმოუდგენელი. შესაბამისად, ანუ ეს ახლა აწყობთ, რომ რაღაცით ყურადღება გადაიტანონ ერთი, მეორე, ანუ ამას ივანიშვილი ამ ხალხს პარსავს და თავისი ფინანსურ ბალანსს ადგენს. და მესამე ცდილობს, რომ გარკვეული ქმედებებით საზოგადოებას დაანახოს, რომ იცით რა, ჩვენ დანაშაულს ვებრძვით და აი ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც დაუშვათ ის არის არინდობს არც თავის გუნდიანს და არც მის მოწინააღმდეგეს და ოპონენტს. ანუ ყველას თანაბრად ექცევა. მაგრამ ეს ერთიანობაში ძალიან კარგად დაწერილი წინასწარ დადგმული სპექტაკლი არის. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. ბოლოს თუ რამე გაქვთ დასამატებელი სათქმელი ჩვენი მაყურებლისთვის, რეპლიკის სახით გისმენთ და აგემშვიდობებით. არაფერი, მხოლოდ ერთი, რომ თუ ჩვენ რამე გადაგვარჩენს ერთიანობა. ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის გვერდში დგომა. მე შესაძლოა რაღაცაში ვწდები პირობითად და ან შესაძლოა მქონდეს ცდარი იდეა, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რომ ერთ მხარეზე დავდგეთ, უნდა გაუზიაროთ ერთმანეთს აზრები და არ უნდა ოპონირებაში უნდა ჩავდგეთ და ეს არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი. მე ესე მესმის, ჩემი ტრის მტერი, ჩემი მეგობარია. ეს იქნება ხაბეიშვილი, ეს იქნება ნებისმიერი პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენელი თუ საზოგადოებრივი ჯგუფის წევრი, მე მზად ვარ ამ ადამიანებთან ერთად ჩვენი ქვეყნის გადარჩენაში მივიღო მონაწილეობა. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და ჩაერთეთ ღამის კომენტარს. ეს იყო ირაკლი შაიშმელაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამერიკიდან პირდაპირ ეთერში გვერდებოდა. მადლობა მას კიდევ ერთხელ.